Hello, დღეს კვირა არის და მაგთან გამოდერა გადავწყვიტე რომ ბარემ კიდე ერთ ვიდეოს ჩავწერმ მეთქე. და დღევანდელი ვიდეო Call of the Night-ს მინდა რომ იყოს. ღამის გამოძახილი ქვია, მე მგონი ქართულად როგორც ეძახიან, არ ვიცი. ვინც არიცით ეს ანიმე არის ვამპირ გოგოებზე და მთავარი პერსონაჟი არის ბიჭი, 14 წლის ბიჭი არის, რომელიც ღამე გადის ხოლმე. და ერთად ვამპირ გოგოს შეხვდება და ღამეებს მაგასთან ერთად ატარებს. და ცდილობს რომ ვამპირი გახდეს. და მაგის საჭიროა რომ შეუყვარდეს ვამპირი და მერე იმ ვამპირმა სისხლი ამოწოლოს და ამით გახდა მერე ვამპირი. ძალიან მარტივი შესავალი აქვს, ხო? ხო, დანარჩენი ვიდეო არ ვიცი რამდენად სპოილერებს ვიტყვი, მაგრამ მაინც ზოგადი შეფასება მინდა რომ გავუკეთო რა. პირველ რიგში მოდი დავიწყებ ანიმაციით და რეჟისურით. ანიმაცია რა თქმა უნდა ძალიან მაღალი დონის არის. რომელი კომპანიისაა კი არ მახსოვს, მეც შევამოწმებ ახავე. Leiden Films სტუდიოს ანიმე არის, რომელიც Tokyo Revengers-ი არის მაგათი კიდე, რომელიც დიად არ მომეწონა რა თქმა უნდა. მთავარი რაც არის, რეჟისორი არის მონოგატარის რეჟისორი Tomoyuki Itamura. და ვისაც მონოგატარი გაქვთ ნახე, გემახსოვრებათ მაგის სპეციფიური კადრები. მარტო ანიმაციაზე არ მოგცემ შემთხვევაში საუბარი. ხშირ შემთხვევაში კადრები არის ხოლმე ისეთი კუთხიდან, რომელთანაც ზოგადად არ იყენებენ ხოლმე რაღაც შეიძლება წყალი სადაც გადის იქიდან ჩანდეს და რაღაც უცნაური ადგილებიდან აქვს კადრები აღებული. უცნაური ადგილებიდან რა უფრო მეტად რაღაც განსხვავებულიდან რა, საიდანაც ზოგადად არ იღებენ ხოლმე რაღაც ფილმის კადრებს არ იღებენ ხოლმე. ანიმაციაში აქვთ მაგის საშუალება, მაგრამ ანიმაციაში უფრო მარტივად აქვთ მაგის საშუალება და მაგთან გამომდინარე მისი სტილად ის ჩამოყალიბდა რომ მაქსიმალურად ისეთ რაღაცები გამოიყენოს, რაც რთული იქნება ფილმში რომ გააკეთონ. და ძალიან კარგადაც აკეთებს მაგას. ხო, ანიმაციას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ Call of the Night-ის, პირველი სეზონი ყოველ შემთხვევაში ფაითები დიად არ არის დატვირთული. ანიმატორები არიან ძალიან მაგრები, ანუ რაღაც სცენები, როცა მომენტები, როცა ფაითი უნდა იყოს, რაღაც ჩხუბი უნდა იყოს, ან რაღაცა ძალიან კარგად არის ხოლმე გაკეთებული. სხვა მომენტებიც ძალიან კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ძირითად შემთხვევაში still frame-ია ხოლმე, გაშიშებულია ხოლმე და უფრო მეტად ნახატებია ლამაზი. ეგეც ძალიან კარგი არის, ხო? იმასაც გააჩნია, როგორ იყენებენ მაგ გაშიშებულ კადრებს, იმიტომ რომ ზოგადად ანიმე ხომ აქედან მოდის რაღაც დაბალი ბიუჯეტი რო ქონდათ და როგორ შეეძლოთ რომ მარტივად ნაკლები ბიუჯეტით გაეკეთებინათ ისეთი რაღაცა, რაც ილუზია შეიქმნიდა რომ მოძრაობს და ცოცხალია. რაც ძალიან კარგად გამოსდით და ამავდროულად აი მეორე სეზონი რო დაიწყო, ეხა არ ვიცი შემდეგ სერიებში რა იქნება, იმიტომ რომ მანგა არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ნენელა ემჩნევა რომ პოტი იზრდება და რაღაც ბევრი ფაითი შეიძლება იყოს და ბევრი რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს და მაგიდან გამომდინარე ალბათ ანიმაციებსაც ვნახავთ, რომელიც მართლა კარგი იქნება. აი ხა მეორე და მესამე სერიაში მაგალითად მეორე სერიაში მაგალითად ის მომენტი როცა ახალი ვამპირი გამოჩნდა, ეგ რო თამაშობდა და манипуляციას რო ცდილობდა, ეგ მომენტი ძალიან კარგად იყო გაკეთებული და მესამე სერიაში დეტექტივი როცა გამოჩნდა და სამ ვამპირს ებდოდა, ეგეც საკმაოდ კარგად იყო გაკეთებული. მაგრამ რაღაც მხრივ ემჩნევა ხოლმე ანიმეს რომ ზედმეტ 7 არის. და ზედმეტ 7 რო არის ამ ანიმატორებს უნდათ რომ რაღაცები გააკეთონ, ბევრი რაღაცა უნდათ რომ გააკეთონ, მაგრამ თვითონ ამბავი არ აძლევთ მაგის საშუალებას. მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზია და რაც მთავარია vibes ქმნის. ეგ vibe არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანიმეში. მეორე სეზონში უკვე პლოტი რო იწყებს მოძრაობას და რაღაც ახალი რაღაცები შემოდის, ნაკლები დრო რჩება რომ აბსოლუტურად vibe-ის და განწყობის მომენტი შექმნას, ხო? მაგრამ პირველ სეზონში აბსოლუტურად ეგ არის. პლოტი და არაფერი არ არის, ამბავი არაფერი არ ხდება, იგივე რაღაცა ხდება, ყოველ ღამე გადიან ერთმანეთთან ურთიერთობა აქვს რაღაცები და შემდეგ. სოფელში ვიყავი მაგ ზაფხულს, როცა პირველი სეზონი გამოდიოდა და ძალიან გამახსენა ჩემი თინეიჯერობა. ზაფხულობით გავდიოდი ხოლმე ღამე გარეთ. და ვსაინობდა ხოლმე უბრალოდ სიამოვნებდა ესე რომ ვთქვათ ღამე საინობა. დიად ვერც ვიძინებდი, იმიტომ რომ ენერგია მქონდა ახლა რაღაცა. მეგობრებსაც ვნახულობდი ხოლმე ხანდახან და შემდეგ. და მაგ განწყობას იჭერს ძალიან კარგად Call of the Night. ისედაც მაგ საკითხზე არის აგებული მთლიანი ანიმე. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად დაფუძნებული არის Creepy-Nuts-ის სიმღერაზე Age of Kashino-Uta, რაც Call of the Night, ანუ ღამის გამოცახას ნიშნავს. იგივე სახელი აქვს ანიმესაც, ხო?
კრეპინაცი ვინც იცით დანდადანიდან პირველი სანამ დანდადანი იქნებოდა, მანამდე იყო იოფკაშნე უტა Call of the Night-ი, მაგის ოპენინგი იყო და დაჟე ანიმეშიც არიან, რავი, აქ ფოტოს გამოვაჩენა, ან აქეთ გამოვაჩენ ფოტოს და გამხმოვანებლებიც არიან, ან მაგ პერსონაჟების, რომელსაც გამშვებიან, მაგათაც ახმოვანებენ. ეს duet-ი. ხო, vibe-ი. ეს ღამესეინობის vibe-ი რაც არის, ეს განწყობა რაც არის და როგორი შეგრძნებაც არის, მაგ განწყობას და შეგრძნებას აბსოლუტურად ძალიან კარგად გადმოსცემს ანიმე. თავისი საუნდტრეკებითაც, ვიზუალებითაც და ზოგადად ურთიერთობებითაც როგორი სიტუაცია არის. შეიძლება ძალიან განათებულია ხოლმე რაღაც კაშკაშა ფერებს იყენებენ ხოლმე, მაგრამ ამავდროულად ბნელი ფერები შემოდის და რაღაცნაირ კომპოზიციას ქმნის ეს ყველაფერი, ხო? ლამაზ კომპოზიციას, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც გრძნობას აღიძრავს და ეგ გრძნობა არის რეალურად რაზეც მაქვს საუბარი, ღამე რო დავსეინობდი ხოლმე და რაღაც მუსიკებს რო უსმენდი ხოლმე და არავინ რო არ იყო გარეთ რაღაც 1-2 მანქანა რო გაივლი და მაგ შეგრძნება არის ზუსტად ეგ. რაც შეეხება კიდე საუნდტრეკებს, ნუ ის თქვი უკვე რა კრეპინაცის სიმღერა არის პირველ რიგში და ანუ ოპენინგიც და ენდინგიც მაგათი არის და ისედაც საუნდტრეკები რაც აქვთ გამოყენებული სულ კრეპინაცის გაკეთებული არის ეგენი. და vibes ყოველთვის იჭერს. პირველი ოპენინგი მაგათი რაც იყო, საკმაოდ აქტიურიც იყო, მაგრამ ამავდროულად იმ განწყობასაც ტოვებდა, რომ ცოტა ნელი ამბავი არის, ესე რომ ვთქვათ, ხო? და პერსონაჟებს გაცნობდა ამავდროულად. ნუ ენდინგი, პირველი სეზონის ენდინგი იოფკაშნე უტა არის. შესაბამისად ეხლა რა თქმა უნდა მაგ განწყობას ტოვებდა. არ ვიცი რატო გადაწყვეტა ეს ყველაფერი, რომ ენდინგი ყოფილიყო იოფკაშნე უტა და ოპენინგი სხვა რამე, სხვა სიმღერა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩაჯდა. და დანარჩენი მუსიკებიც საკმაოდ ჯდება განწყობაში და ანიმეს ამბავში, ესე რომ ვთქვათ. მეორე სეზონსაც შეეხება ოპენინგი რაც არის განწყობას გიქმნის, რომელიც თან აქტიური არის და თან ამავდროულად ნელი არის. და ზუსტად ეგეთია Call of the Night-იც, ხო? ხან რაღაც ძირითად შემთხვევაში არაფერი არ ხდება, რაღაც ურთიერთობებზე არის, ერთმანეთში ლაპარაკობენ, ხუმრობენ რაღაცებს და მერე უცად შეიძლება რაღაცა ბრძოლა გაიჩითოს. ბრძოლა გამოჩნდეს და ვიღაცასთან შერკინება მოუწიოს ნაზუნას ან რავი, არ ვიცი, ნებისმიერს, ხო? და მაგ განწყობას აბსოლუტურად ქმნის მეორე სეზონის ოპენინგი. ენდინგს რაც შეეხება, ენდინგი დიდად არ მქონია რაღაც. დიდად არ ჩაჯდა, ანუ ეხლა ეს სამი სერია რაც გამოვიდა, ენდინგს ორჯერ მოусმინეს უმთლიანობაში, მეჯერ არ მომისმენია. კარგი არის, მაგრამ არ კავშირდება ჩემთვის რა Call of the Night-თან. ნუ კადრები ენდინგის ჯდება მაგ ყველაფერში, მაგრამ თვითონ სიმღერა არა რა. შეიძლება ახლა ტექსტი არ მინახავს მაგისი, შეიძლება ტექსტი ჯდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუსიკალურად ვერა რა. ხო, კიდევ ერთი საკითხი. ანიმე არის შონენი. ანუ გათვლილია თინეიჯერ ბიჭებზე, ხო? ნუ თინეიჯერმა გოგოებმა შეიძლება რა უყურო. და საუბრები და საკითხი რაც არის დასმული მთავარი პერსონაჟი იამორი, რასაც ცდილობს რომ გაარკვიოს რა არის სიყვარული და ანუ როგორ შეიძლება რომ ადამიანი გიყვარდეს. საკმაოდ რთული საკითხია და თინეიჯერობაში განსაკუთრებით ჩდება ხოლმე კითხვები. ანუ უბრალოდ მოწონება არის, მით უმეტეს თინეიჯერობაში ახლა ჰორმონები მოქმედებს და ამ შემდეგ და ვერ რაღაც მომენტში ვერ ანსხვავებ უბრალოდ სექსუალურ მიზიდულობას და ემოციურ დამოკიდებულებას, ხო, რაღაც სიყვარული, რომ გიყვარს ვიღაცა. ვერ ანსხვავებ მაგას და ზუსტად მაგის გამორკვევას ცდილობს და საკმაოდ კარგი საუბრებია ხოლმე, როცა იამორის ელაპარაკებიან, ნუ ისინი დიდები არიან უმეტეს შემთხვევაში, ხო? და იამორის რო უხსნიან რაღაცებს რო აჩვენებენ. ჯერ კიდევ ვერ ერკვევა მაგ ყველაფერში, მაგრამ ისე არის ეს ყველაფერი გადმოცემული, თითქოს მაყურებელსაც ელაპარაკებიან. და მაყურებელი ამ შემთხვევაში ძირითადი დემოგრაფია ალბათ თინეიჯერები არიან. და ეგ ძალიან კარგი რაღაცა არის ახლა. მაგრამ ნუ ერთი პრობლემა არის მაგ ყველაფერში. ფეტიშიზმი არის ძალიან დიდი მთლიან ანიმეში. რაღაც სცენები ზედმეტად სექსუალურია ხოლმე და რაღაც ქცევებიც, ლაპარაკიც, ნაზუნას რო აქვს მაგალითად ნაზუნას ძალიან ხშირად dirty joke-ებს რო აძლევს ხოლმე რაღაცებს და ამიტომ სიყვარულზე რო იმაში რა ქვია, წითლდება და ვერ ლაპარაკობს მაგ ყველაფერზე, ხო? და ისაც რაღაცა სცენები, კადრები, რაღაცები ზედმეტად ფეტიშებთან კავშირდება ხოლმე. განსაკუთრებით აი მეორე სეზონის ოპენინგში ყველაზე უცნაური რაც არის, თავი პერსონაჟი საერთოდ არ ჩანს ოპენინგში. მაგრამ სამაგიეროდ დეტექტივის ტერფების კადრი არის 2-3 წამი რაღაც.
მაგის დრო ქონდათ და თავარი პერსონაჟი რო ოპენინგში ჩაესვათ მაგის დრო არ ქონდათ. არ ვიცი, რა ვიცი. საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი ანიმე არის. მეორე სეზონი ეხა პლოტზე კონცენტრირდება უფრო მეტად. პირველ სეზონში რაც იყო უფრო მეტად მომწონდა, მაგრამ მეორე სეზონი არ კარგავს მაგ განწყობას, მაგრამ უფრო სხვა საკითხებზე გადადის რაღაცა პერსონაჟების ისტორიაზე და რაღაც პრობლემა შემოდის, ამ შემთხვევაში დეტექტივი შემოდის და უწევთ მაგ ყველაფერს რომ გამოვკავდნენ. არ ვიცი მე კიდე რა მოხდება, იმიტომ რომ მანგა არ მაქვს საკითხული, მაგრამ ვიცი რომ იქიდან გამომდინარე რახან ეს 3 სერია შეინარჩუნეს ეგ რაღაც განწყობა, მაგას არ დაკარგავენ. შეიძლება დიდად არ მომეწონოს რაღაც ამბავი როგორც განვითარდება და როგორც იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის არ ასოცირდება ეს ანიმე რაღაც ამბავთან, რომელსაც აუცილებლად უნდა უყურო. ჩემთვის უფრო მეტად განწყობა არის, ვაიბი არის, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას მიიტოვებს, მარტივად რო ვთქვა, ხო? და დიდად არაფერი არ დააკლდება ჩემთვის. ჩემთვის ახლა ვიღაცები შეიძლება ამის განვითარებისთვის უყურებდნენ. მაგ კუთხით არ ვიცი, მაგ კუთხით არც ვაფასებ, რაღაცა რო ხდება და უბრალოდ ინფორმაცია არის ჩემთვის. იმიტომ რომ არ მაინტერესებს, რაღაცები მაინტერესებს, მაგრამ ის ინტერესი არ მაქვს, რომ იმის გამო არ ვუყურებ, რომ ეგ რაღაცები მაინტერესებს, ეგ რომ მაინტერესებდეს და რაღაც შეგრძნებები არ მომწონდეს მაგის ყურების, ავდგებოდი და სინოფსის წავიკითხავდი მაგისას და ეგ იქნებოდა ხო, ანუ ინფორმაციას გავიგებ. და ეგრე, რა ვიცი. ვისაც არ გაქვთ ნანახი, გაითვალისწინეთ, რომ ეგ განწყობა აქვს. ამბის გამო ვინც გააწყვეტ, რომ უყუროთ, არ ვიცი, მაგაზე რეკომენდაციას ნამდვილად გავუწევ. მაგრამ ვიღაცებს შეიძლება მოგეწონოთ ახლა, არ ვიცი. ძირითადად შემთხვევაში გოგოები არიან პერსონაჟები, ეგეც გაითვალისწინეთ და აქედან გამომდინარე ძირითადად ბიჭებზე გათვლილი. ახლა გოგოებს რამდენად მოეწონებათ ეგ ამბავი, არ ვიცი. მით უმეტეს რომ ფეტიშები და კინკები რაღაცები ძირითადად შემთხვევაში ბიჭებისთვის არის გამოკვეთილი, რომ უფრო დაინტერესონ და რაღაც მაგის გამო გააგრძელონ ყურება. ხო, რა ვიცი, ეს მინდო რომ მეთქვა, მადლობა ყოველს ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, თუ მოგწონათ ვიდეო დალაიქეთ, თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, აღწერაში კიდე Instagram ლინკი მიგდია და თუ ვინმეს ჩემთან კონტაქტი მოგინდებათ, შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ და დამფოლოვოთ და მომწეროთ, რავი, არ ვიცი. თქვა დღეს კვირა არის და არ ვიცი ახლა შაბათი პარასკევის პერიოდში რამდენად შევძლებ რომ ვიდეო ჩავწერო. მაგრამ ვეცდები რომ ჩავწერო, თუ არა და შაბათ კვირას შეგეხმიანებით ისევ. Got it.